რას დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემდა. ახლა ამ მომენტში მე მივიღე გაფრთხილება ისევე როგორც მთელმა ქვეყანამ წინას არ ვიყავით გაფრთხილებულები რომ ამ გაფრთხილებას მივიღებდით 112-მა გამოგზავნა გაფრთხილება როგორც ხედავთ აი ძალიან წითელი ნიშანი ანათებს აი კიდევ არ ჩერდება TRAUKSMES Serenu Carbod. Valst Jugend Sesivas Unglabsanas Dienest Sodian Visa Latvaja no PL. ეს გაფრთხილება გვეუბნება რომ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. მაგრამ უნდა მოვემზადოთ, უნდა ვივარჯიშოთ რომ ასეთი რამ კიდევ შეიძლება მოხდეს და ასეთი რამ რეალურად შეიძლება მოხდეს. ეს არის ქსელური შეტყობინება, სისტემური შეტყობინება თქვენთვის, იმისთვის რომ გააქტიურებულია გარე გაფრთხილება. და ამ ხმაზე და ამ მოქმედებაზე არაფერი მოიმოქმედოთ. ეს მოდის ლატვიურად და მოდის ინგლისურად. ყველა ტელეფონზე, რომელიც კი ამ ქვეყანაში არის რეგისტრირებული. და რატომ ხდება ახლა ეს? იმიტომ რომ მოგეხსენებათ ბალტიაში ძალიან გააქტიურებულები არიან რუსები ბალტიის საჰაერო სივრცეში და აქ ხან რუსული დრონი შემოდის, ხან უკრაინული დრონი შემოდის, გზაარეული, რომელსაც რუსები ურევენ გზას და ამის ამართებენ ლენინგრადის ოლქის რაღაცა ნავთობქარხნების ნაცვლად ამის ამართებენ აქეთ ბალტიისკენ. რამდენიმე ინციდენტი იყო უკვე საბედნიეროდ მსხვერპლი ჯერ არ ყოფილა, მაგრამ დრონია, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერება აქვს და ყოველთვის შეიძლება რაღაც უბედურება მოხდეს, ამიტომ ბალტიის ქვეყნებმა დანერგეს ასეთი სასწავლო შეტყობინებები, სასწავლო განგაშები. და ეს ახლა თქვენს თვალწინ განხორციელდა ეს სასწავლო განგაში. კიდევ ერთხელ, ამის შესახებ ჩვენ ყველანი გაფრთხილებულები ვიყავით, რომ დღეს დილის 10 საათზე განგაში იქნებოდა, ცოტა ადრე კი მოვიდეთ, მართლა რო გითხრათ, 3 წუთით ადრე მოვიდეთ, მაგრამ ლატვიელებისთვის ეს ნორმალურია, 5 წუთით ადრე თუ არ მიხვედი სადმე, უკვე დაგვიანებულად ითვლები. ამიტომ როგორც ჩანს, განგაშიც დადგენილზე ადრე გამოაცხადეს. მაგრამ არ აუშვებს. ფაქტია, რომ ქვეყანა, რომელიც ნატოშია და ქვეყანა, რომელიც ევროკავშირშია, ეს ქვეყანა მუდმივად ემზადება ომისთვის. აქედან დაახლოებით 6 კილომეტრში არის განლაგებული სამხედრო ბაზა, ლატვიური სამხედრო ბაზა, რომელზეც 9 წლის წინ განლაგდა ნატოს ძალები. იქ ახლა არის 8 თუ 9 ქვეყნის წარმომადგენლობა, ანუ რეალურად ბატალიონები, ასეულები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უახლოეს მომავალში ეს ბაზა ამ ნატოს ძალები მხოლოდ ამ ბაზაზე მიაღწევს ბრიგადის ოდენობას, ანუ 5000 გადააჭარბებს. იქ არის ტანკები, არის ვერტფრენები, არის ჯავშან ტექნიკა, იქ არიან კანადელები, შვედები, ჩეხები არიან, პოლონელები არიან, 8 თუ 9 ქვეყანაა ნატოს. რატომ აკეთებენ ამას? ამას აკეთებენ იმისთვის, რომ რუსმა იცოდეს, თუ კი დაარტყავს ამ ქვეყანას, იგი ერთდროულად დაარტყავს ნატოს 8 თუ 9 ქვეყანას. და ეს არის აი ძირითადი შეტყობინება, ძირითადი განგაში, რომელიც ჩაერთო ამ ქალაქებში. უბრალოდ მინდა მოусმინოთ.
უკვე 2 წუთია გრძელდება. და ჯერ არ ჩერდება. ახლა გაჩერდა. 3 წუთი გრძელდებოდა. 3 წუთი გრძელდებოდა საჰაერო განგაში და 3 წუთი როცა ასე ყვირის ყველა ქალაქში და პრაქტიკულად ყველა სოფელში უნდა მიხვდე რომ მართლა რაღაცა ხდება. მოწმდება ყველაფერი, მოწმდება არა მხოლოდ ტექნიკა, რომელიც ადამიანებს აფრთხილებს, ტექნოლოგია, რომელიც ადამიანებს აფრთხილებს. მოწმდება მუნიციპალური სამსახურები, რამდენად არიან მზად ადამიანების გასაფრთხილებლად თუ კი თქო ტექნიკა უღალატებს, რამდენად არიან თვითონ ადამიანები მზად. იმისთვის რომ იპოვონ თავშესაფარი და შეაფარონ თავი, როცა რაღაცა ხდება. თავშესაფრი დღეისათვის უზრუნველყოფილია ლატვიის მოსახლეობის 25%. თავშესაფარში იგულისხმება არა უბრალოდ სარდაფი, არამედ მოწყობილი სარდაფი და მოწყობილი ბუნკერი. თავშესაფარი უნდა იყოს ისეთი, რომელსაც აქვს წყალი, წყლის მარაგი, რომელსაც აქვს წამლების მარაგი, რომელსაც აქვს ვენტილაცია, რომელსაც აქვს დასაძინებელი ადგილი, რომელსაც აქვს საკვების მოსამზადებელი ადგილი და საკვების მოსამზადებელი შესაძლებლობა, ანუ საწვავიც უნდა იყოს იქ და რაღაცა ქურაც უნდა იყოს, ან ყოველ შემთხვევაში დაკონსერვებული საკვები მაინც უნდა იყოს, იმისთვის რომ ადამიანებმა გაძლონ 24 ან 48 საათი. მოკლედ, ასეთი თავშესაფრები დღეისათვის ოფიციალური სტატისტიკით უზრუნველყოფილია ლატვიის მოსახლეობის 25%. დანარჩენებს ასეთი თავშესაფარი არ აქვს და ეს არის პრობლემა. ამას ხელისუფლება თulis პრობლემად. ახლა უბრალოდ მინდა დაფიქრდეთ, საქართველოს მოსახლეობის რა პროცენტია უზრუნველყოფილი ასეთი თავშესაფრით? ან თუნდაც უფრო ფარჩაკული თავშესაფრით. რამდენს აფრთხილებენ ასე თვეში ერთხელ თუ წელიწადში ერთხელ, რამდენს უტარებენ ასეთ განგაშს, სასწავლო განგაშს, ამაზე აღარ ვლაპარაკობ, მაგრამ რამდენს აქვს თავშესაფარი საქართველოში, თუნდაც თბილისში? ქვეყანაში, რომელიც სულ იძახის და სულ თავს იშინებს, რომ აგერ ჩემთან 30 კილომეტრში რუსი დგას, ამ ქვეყანაში თავშესაფარი რამდენს აქვს? უბრალოდ დაფიქრდით ამაზე, დაფიქრდით ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. რის გაკეთება სჭირდება ხელისუფლებას? რის გაკეთება ევალება ხელისუფლებას და რას არ აკეთებს ხელისუფლება? მაშინ როდესაც გეუბნება და მუდმივად ომით გაშინებთ. მაშინ როდესაც გეუბნებათ რომ აი მე თუ ამას გავაკეთებ, მე თუ ემბარგოს გამოვაცხადებ, მე თუ სიტყვას ვიტყვი რაღაცას, მე თუ გაეროში რაღაცას მხარს დაუჭერ, მე თუ ევროკავშირის ფორმატით რაღაცას მხარს დაუჭერ, მე აუცილებლად ამისთვის დავიჯები და თქვენ დაიჯებით, თქვენ აი დაგარტყამთ რუსეთი. ხელისუფლება თვითონ რამდენად ემზადება ომისთვის. კიდევ ერთხელ, ეს ნატოს ქვეყანა, ევროკავშირის ქვეყანა მუდმივად ემზადება თავდასხმისთვის, რუსების თავდასხმისთვის. მუდმივად ემზადება რომ შეიძლება გახდეს რუსების თავდასხმის მსხვერპლი, იმიტომ რომ ძალიან კარგად ესმის რას ნიშნავს რუსეთის მეზობლობა. მიუხედავად იმისა, რომ ლატვიის ტერიტორია ახლა აღიარებული ტერიტორია ოკუპირებული არ არის, თუმცა 1940 წლის შემდეგ არის ერთი რაიონი ოკუპირებული, მაგრამ გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში ლატვია დღეს ოკუპირებული არ არის. ლატვია და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს, ნებისმიერი ნატოსა და ევროკავშირის ქვეყანა ემზადება უარესისთვის. უბრალოდ კითხეთ საკუთარ ხელისუფლებას, როდესაც მიგიწვდებათ ხმა, სადაც იპოვით. რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება? იმისთვის რომ თავიანთი მოქალაქეები, თავიანთი მაცხოვრებლები, თავიანთი ამომრჩეველი ბოლო-ბოლო, კაი, მარტო 50 შემომხაზველი, ისინი იყვნენ უფრო დაცულები და უფრო უსაფრთხოდ. უბრალოდ კითხეთ. თენგიზ გოგოტიშვილი, ლატვიიდან. რას დავიდით? იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться.